Კიდევ ერთხელ ყველას მოგესალმებით, განუყურებთ დილით გადაცემა განთიადს და სიამოვნებით წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის პირველ სტუმარს, მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ალექსანდრე გალდავა. დილომშვიდობის მამო. დაგულოცეთ დიდი მადლობა სტუმრობისათვის. მამა ალექსანდრე, ტრადიციულად საშობაო ეპისტოლე წარმოგვიდგინა მის მოწმინდესობამ, რომელიც წაკითხული იქნა სამების ტაძარში, შემდგომ როლს დაურეგდა და რეალურად სოციალური ქსელებიდანაც ინტერნეტიდან გაეცნო მოსახლეობა და ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ოჯახზე, ოჯახის სიმყარეზე, ურთიერთობაზე და აი გარკვეულწილად თქვენს როგორც მოძღვარმა ჩვენი ტელევიზიის საშუალებით იქნებ განვიხილოთ ეს ეპისტოლე, რა არის მთავარი აქცენტები, რის თქმას ურდა მის მოწმინდესობას და რა არის მთავარი აზრი ამ ეპისტოლეს და რა არის საგულისხმო ჩვენთვის მოსახლეობისათვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მართლაც ძალიან საინტერესო ეპისტოლე იყო და ყველასთვის ძალიან გასაგები და ღრმა ამავე დროს და აქტუალური თავისი მნიშვნელობით, ვინაიდან ოჯახზე ეკლესია ყოველთვის ლაპარაკობდა და არ არსებობს ქადაგება, სადაც ოჯახის თემას არ ეხება ნებისმიერი მოძღვარი, მაგრამ დღეს აქტუალური გახდა იმის გამო, რომ ირღვევა ნათელი წარმოდგენა თუ რა არის ოჯახი, რომ ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ერთად ცხოვრება ქრისტეში. ესე იგი ჩვენმა უწმინდესმაც სწორედ ამით ეს განიხილა მთავარ თემად, ეს გამოიტანა, ვინაიდან ამას ეხებოდა თანამედროვე ცივილიზაციის, ასე ვთქვათ, მანკიერი მხარე. ამას ურტყავდა და ამის დანგრევა ხდება ხშირ შემთხვევაში იმ ლონზუნგით, რომ პროგრესულობით ვითომ უფრო მრავალფეროვანი გახდეს ოჯახი, ამიტომ შეიძლება ერთსქესიანი ქორწინება და სწორედ უწმინდესი ლაპარაკობს, რომ ოჯახი არის ერთი მთლიანობა მამაკაცის და ქალის სიყვარულით შეერთებული, მაგრამ უკვე ადის ახალ აღთქმაში უფრო მაღალ ეტაპზე, როცა პალემოციკული ლაპარაკობს და ეს მისი ციტატა მოყვანილი აქვს უწმინდეს მის გადაგებაში, რომ ეპისტოლეში, რომ ცოლი არ ფლობს საკუთარ სხეულს, არც ქალი ფლობს, არამედ ურთიერთ. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, იმიტომ რომ სხეული არ არის მხოლოდ ის ფორმა, რომელსაც ჩვენ უყურებთ და ის მატერია, რომელსაც ვეხებით, ხო? ბიბლიური გაგებით სხეული არის ადამიანი. ანუ ადამიანი, რომელიც აღარ ეკუთვნის თავის თავს, არამედ ეკუთვნის მეორეს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის და თან აქვე ხაზი გაესვა ოჯახის სტრუქტურას, რომ თავი არის მამაკაცი და ის არის მიმღები იმ სიმძიმეების, რომელიც მოდის ოჯახზე გარედან და ცოლი არის კერის გამთბობი და შემაერთებელი და შვილების აღმზრდელი, ეს არ არის ერთის პრიორიტეტი და მეორეს მანკიერება, არამედ ორი განსხვავებული, ფუნქციონალურად განსხვავებული სახეა ღვთისაგან კურთხეული, მამაკაცი უფრო ფიზიკურად ძლიერია და ამიტომაც მას გააჩნია, ქალს ვინაიდან გულისმიერია და მისი გრძნობელობითი ხასიათი უფრო მაღალია ვიდრე მამაკაცის, ამიტომ ის ათბობს და ზდის ოჯახს. სწორედ აქ ურტყავენ ხოლმე ეკლესიას, რომ აი მამაკაცი არის თავი და ესე იგი ცოლი არის რაღაცა დაკნინებულ მდგომარეობაში, თუმცა პავლე მოციქულის ციტატას თუ გავაგრძელებთ, იქ არის ლაპარაკი, რომ ქალს უნდა ემორჩილებოდეს, უпростоრედ მამაკაცი არის ქალის თავი, ხოლო მამაკაცის თავი არის ქრისტე, ქრისტეს თავი არის მამა ღმერთი. ჩვენ ამ პავლე მოციქულმა ზუსტად გააკეთა ეს შედარება, იმიტომ რომ აქაც არ არის რამე კნინობით, იმიტომ რომ ქრისტესა და მამა ღმერთს შორის და ძე ღმერთს შორის სხვაობა არ არის, ხო? ერთი არსებაა და თანატოლია თავისი პატივით და ღირსებითა და ძალმოსილებით, ხო? ამიტომ ხდება, იცით, რაღაცა წყდება ეს ციტატა ხოლმე და ლაპარაკი აი დაკნინებულზე, მაგრამ ამ ციტატას თუ გავაგრძელებთ, ნახავთ, რომ ლაპარაკობს ქრისტეზე და პავლე მოციქული არანაირად ამ სუბორდინაციას სამებაში არ განიხილავდა, ეს იყო ერესი და დაგმობილია, ხო? ასევე ეს სუბორდინაციაც ქრისტიანულ ოჯახში არ არსებობს და ლაპარაკია ეკლესიაზე, ხო? ეპისტოლეში რომ უწმინდესი ამბობს, რომ ეს არის მცირე ეკლესია და ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ ეკლესიის ხასიათს ატარებს, სადაც ორი ადამიანი ერთმანეთში ერთიანდება,
ოღონდ ქრისტეში ერთიანდება. ეს არ არის ერთობა ერთმანეთის სიამოვნებების დაკმაყოფილებისთვის. ეს არის ერთობა ერთად გადარჩენისთვის ქრისტეში, ერთად გახარებისთვის, სიხარულისთვის, სასუფევლისა, ხო? ეს ზამნიშნელოვანი ნაწილია, იმიტომ რომ ეს სიყვარული ცოლქმრის უპირველესად წამოწევა არის ახალი აღთქმის აღმოსავლური ქრისტიანობის მართლმადიდებლობის უმთავრესი ამოსავალი. იმიტომ რომ დასავლეთ ქრისტიანობაში უფრო შვილიერებაა წამოსული წინ, რომ ქმარის და ცოლის ურთიერთობა ხდება შეთანხმებით და მხოლოდ იმიტომ რომ გამრავლდნენ. და ეს ძველი აღთქმისეული წარმოდგენაა, როცა კაცობრიობა ელის მაცხოვარს მხსნელს, ამიტომ გამრავლება უმთავრესი ნაწილია. თუ არ ყავდა შვილი, ხო, დაწყევლილიც იყო, შვილი თუ არ ყავდა, გვახსოვს წმინდა წერილი და რამდენად არიღებდნენ იოაკიმე და ანას ზღვენს და ზაქარიას და ელისაბედს, ასე რატომ? იმიტომ რომ ღმერთი არ გაძლევს მხსნელის გაჩენის შანსს და თუ არ გაძლევს მხსნელის აი ამ გამოხსნით იმაში ცხოვრებაში თუ ვერ იღებ მონაწილეობას, ესე კი წეული ხარ და ლოგიკური დასკვნა იყო, ისინი არ იყვნენ ხა უცხო ადამიანები და ფსიქიურად აშლილები, რომ ესე დაეწყოთ უბრალოდ ამაზე ლაპარაკი. და აი უზუსტესი ხაზია უწმინდესის, რომ პირველადი არის ორი ადამიანის ერთად შეერთება. აი შემდეგ უკვე შვილიერება და ეს შვილიერება ან იქნება კურთხევა საერთო, არ შეიძლება არც იყოს, ჩვენ არ ვიცით ღვთის განგებულება, ამიტომაც არანაირად არ თulit მანკიერად ოჯახს, სადაც ბავშვი არ ყავს. ნამდვილად არ არის ესე, უბრალოდ მათ სხვა ჯვარი აქვს. სატარებელი ეს ჯვარი თვითონ უნდა იპოვონ ქრისტეში. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და ამით წარმოჩინებულია მართლმადიდებლობის კიდევ უფრო მართლაც სიდიადე, რომ არაშვილისთვის არის ნებადართული სიყვარული წარმოიდგინეთ, არამედ ურთიერთ ხსნისთვის, რომ ეს ორი ადამიანი არა შეერთებულები არიან და პირით ერთმანეთს კი არ უყურებენ, ორივენი ერთად ქრისტეს უყურებენ რა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე აი მოზარდებზეა იქ ლაპარაკი ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის რომ თვითმკვლელობაზე, ნარკომანიაზე იყო. ხო, ეს ცოტა გვიან თქვა ამაზე. ისე ოჯახის ხო, ოჯახის თემაზე ლაპარაკობს მისი უწმინდესობა იმას, რომ ახალგაზრდები ქორწინდებიან, ძალიან კარგია, მაგრამ სიყვარული პასუხისმგებლობის გარეშე არის მხოლოდ ეგოისტური, ეს ტერმინიც არის ნახმარი, მფლობელობითი სურვილით და მომხვეჭელური სურვილით აღძრული ადამიანი, რომელიც შეყვარებულობანას თამაშობს, ეს უკვე ჩემი ინტერპრეტაცია უკაცრავად და მხოლოდ იმიტომ არის მეორე ადამიანთან, რომ მას სიამოვნებს მასთან ყოფნა, მასთან ურთიერთობა და გარკვეულწილად ეხა პირადი პრაქტიკიდანაც და სამოძღვე პრაქტიკიდან ვიცით, რომ ეს არის ფიზიკური ურთიერთობა, მალევე შეიძლება განელოს, რომელიც ნელდება, იმიტომ ნელდება, რომ ადამიანი არის არსება, რომელსაც რაღაცა წინდება. ამიტომაც საკვები არის მრავალფეროვანი. ერთი საკვებით მონოდიეტა ყოველთვის რთულია ხოლმე, ხო? უფრო თუნდაც ძალიან გიყვარდეს ის საკვები. თუნდაც ძალიან. უნებრივია და ესაა აბორტის თემაზე კიდე გამოხმაურება. ხო, აი შემდეგ არის უკვე ეს პასუხისმგებლობის თემა, რასაკვირველია, რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ და აქ მნიშვნელოვანი რამ არის, მისი უწმინდესობა ხაზს უსვევს იმ გარემოებას, გარე ფაქტორებს, რომლითაც ირღვევა ოჯახი და მეც აი ორი ხელით ვეთანხმები, რომ მშობლები არის უდიდესი პრობლემა ოჯახში. მშობლების ჩარევა, ხო? მშობლების ჩარევა და მშობლებს ყავთ რაღაცა კერპად გადაქცეული საქართველოს თავის შვილი, ესეა ნამდვილად, და ორი კერპი წარმოიდგინეთ გას და ერთად უნდა იცხოვროს. ამ ორმა კერპმა და ერთის მშობლის კერპი ეთაყვანება ერთს, მეორეს და თუ რამე პატარა ბზარი წარმოიშვა და აუცილებლად წარმოიშვება ორი ადამიანის ცხოვრებაში, იმ წუთშივე იწყება მეორეს დადანაშაულება, ჩარევა და პრობლემები და ამით ინგრევა უამრავი ოჯახი. მეცმუნეთ რომ შეიძლება ბევრი არ უთხრდებოდეს თავის თავს რომ მისი ბრალია, მაგრამ აი წვეთ გახურით ყვა ხო, აი ეს არის რა, რომ შეიძლება ეს პირდაპირ არ იყოს, მაგრამ მისი ხასიათი, მისი დამოკიდებულება, მისი ემოციაც კი და სახით გამომეტყველება ძალიან ბევრზე მეტყველებს ხოლმე და ამიტომ მშობლებისგან ეს არაფრით არ შეიძლება რომ მოხდეს. ამიტომ თავის დროზე, როცა შვილობის ასაკია, იფიქროს რომ მისი შვილია, რასაკვირველია, მაგრამ ამავე დროს ღვთის შვილია და თავისი განუხორციელებელი, ასე ვთქვათ, გეგმა ცხოვრებისეული არ უნდა დაუსახოს მას. იმიტომ რომ
ფიასკოს განიცდის. ასე ხშირად ხდება ხოლმე. ესე ხდება, თქვა დიდი პიროვნებები, როგორც თქვა, დიდი ხელოვანები არიან იმათმა რომ მოთხოვენ ახლა თავისუფლს რომ ისეთი დონის ხელოვნება იქონიოს. ხო, ნუ დაინგრევა ადამიანი, ამიტომაც ხშირად არის რომ დიდი პიროვნებების ჭრდილი კლავს ხოლმე შვილს. კი, ხშირად არის. ხო, ხშირად არის მის თელი ცხოვრება ამის კომპლექსი აქვს. ამის კომპლექსი აქვს, რომ იმიტომ უყვართ რომ იმის შვილია და არა ეს არის პიროვნება. არა, იმიტომ და შეიძლება საკმაოდ წარმატებული იყოს ისიც, მაგრამ სულ იმის შვილია. იმის შვილი რო არ იყოს, ნამდვილად იქნებოდა წარმატებული რა და სხვაგვარი და სხვა სახელის იყოს და თქვათ შთამომავლობითი თქვათ ხელოვნების წარმომადგენლები გვარისა არიან ძალიან ცოტა და იქვე მთავრდება თქვათ ძიუმა იქ გავიხსენოთ კრანახი და ასე შემდეგ. და ცოტა ძალიან იმიტომ რომ ვერ ძლებენ. ხო, აი ესე მშობლების თემა აქვე არის ლაპარაკი იმაზე რომ ოჯახის დანგრევის სხვა პრობლემაზე, რომ ეს ნარკომანია, ალკოგოლიზმი, რომელიც გამოწვეულია უმუშევრობით, ამაზე გასმულია. სოციალური ფონი, ვინაიდან ის მამაკაცის სწორედ ის დადგენილი წესი საღმრთო რომ მამაკაცია გარეთ მონადირი ასე ვთქვათ ბუნებითი მარჩენალი ოჯახის და გარეთ გამოსვლელი და შემომტანი ხოლო ამის მომვლელი არის ცოლი ხო ეს პრინციპი ირღვევა და იძულებულია რომ ცოლი წავიდეს სამუშაოდ საზღვარგარეთ ესე ჩვენი რეალობა სამწუხაროდ დიდი ხანია საშინელება ეს და ძალიან ცუდი სტატისტიკა ამ ხრივ ქალებმა გადაარჩინეს ფიზიკურად მაგრამ საერთოდ დაინგრა ოჯახები და ეს ურთიერთობები და უკვე წარმოდგენებიც კი დაენგრა ვინ არის ოჯახის მარჩენალი და ვინ არის მზრუნველი თქვათ შვილების ეს ალკოგოლთან ერთად არის ძალადობის თემა განხილული თუ გახსოვთ თქვენ და აი ძალადობაც სწორედ განხილულია არა უბრალოდ მამაკაცის ძალადობა როგორც დღეს არის წარმოჩინებული რომ მარტო მამაკაცი ძალადობს ოჯახში და მორჩენილია და მოდი ამ თემაზე ვილაპარაკოთ ხოლოდ არამედ უწმინდესი უფრო ხსნის ამ ძალადობის გაგების და შეხების მრავალმხრივობას და ამბობს რომ ძალადობა მარტო ეს არა ძალადობა აბორტშიც არის ძალადობა თვითკვლელობა როცა ადამიანი მიდის საკუთარ თავზე ძალადობას და ეს უდიდესი ჯილდო რომელიც ღვთისგან აქვს მიღებული სიცოცხლე თვითონვე ასრულებს და ამის წინააღმდეგ არავინ არ გამოდის არ ლაპარაკობს და თქვათ ერთ კონტექსტში არ განიხილება აქ არის ლაპარაკი ძალადობაზე მხოლოდ რაღაც მუსკულისტური არსების და ესე იგი სუსტი სქესის წარმომადგენლის მიმართ და ამ დროს არ არის განხილული თქვათ სრულიად უბიწო არსება როგორც არის ბავშვი რომელსაც ჯალათური ფორმით კლავენ დედის საშოში და შემდეგ ასახიჩრებენ და ეს კოშმარული ხიჩკოკისეული რაღაცა სურათით გება ამაზე არავინ არ საუბრობს პირიქით იგივე ხალხი რომელიც ძალადობას თქვათ ეწინააღმდეგება და დიდი კამპანია აქვს ხალისუფლებად მიიჩნევენ აბორტს ხალისუფლებათაც მიიჩნევენ და თან ამართლებენ და იძახიან რომ ესეც უნდა მოხდეს იმიტომ რომ თქვათ ეს არის დედის ნება მაგრამ ამ დროს ბავშვის ნება სად არის ნუ ისინი არ აღიარებენ რომ თქვათ ბავშვი დედის საშოში არის ითვლება ბავშვად და რაღაცა გარკვეული ასაკის შემდეგ აღიარებენ თუმცა ეს საკიც სრულად გაუგებარია და დაუდგენელია ნამდვილად მეცნიერულად არ არის დამტკიცებული რატო შეიძლება ერთი დღით ადრე შეიძლება აბორტის გაკეთება და ერთი დღის შემდეგ აღარ შეიძლება გაკეთება. აი ეს რომელია ის კრიტერიუმი? რატოა? იმიტომ რომ ბავშვის გული სცემს ადრევე რამდენიმე დღეში ხო და აი ახლა როგორ შეიძლება ის დღე დადგეს, სადაც აი შეიძლება არ შეიძლება. ხო, ესეც პირობითია და თვითონ აირჩიეს, რომელიც სამეცნიერო არანაირ ნაშრომს არ ეფუძნება, ხო? განსაკუთრებით სამწუხარო რეალებაა, მო სტატისტიკა გამოქვეყნდა საქართველოში მცირე ასაკის გოგონებშია აბორტის დიდი, ასე თქვენ შემთხვევები, ძალიან 15 წლის ასაკიდანაც კი ეს რაღაც კოშმარია. ხო, ეს იმიტომ რომ ჩვენთან გარკვეულწილად არსებობს ტრადიცია, თქვათ იმისა, რომ ქალს არ აქვს უფლებას, თქვათ ფიზიკური ურთიერთობა მამაკაცთან, ქორწინების გარეშე, შიშის გამო და დაფარვის გამო და დამალვის გამო და რაღაც შეიძლება ბავშვი შეცდეს და სულ მდგომარეობაში ან და რაღაც ოჯახის მოწყობის ინსტიტუტია, სადაც აწყობენ ამ ოჯახს და არსებობს მოწყობის დროს, თქვათ ბავშვის დაგეგმარება და როდესაც დაგეგმავენ, აი დაუგეგმავი როცა არის, უკვე შეიძლება გაიკეთონ აბორტი და სრულად გარდა დაუგეგმავისა, მამაოს სქესის გამოც არის ხოლმე, როდესაც კლავენ, თქვათ ჩვილებს. არა, სქესი არ ეუნებიან სწორედ იმიტომ, რომ უკვე აღარ შეიძლება. უკვე აღარ შეიძლება, მაგრამ იყო ძალიან აი ბევრი შემთხვევა მაგის ეს ჩვენ დროს
უფროს იყო. უფრო ადრე იყო ეს კი. კითხვა არის აუცილებლად. არა, ახლაც იყო. სხვათა შორის მე არ მითხრე სპეციალურად, როდესაც ანუ ეხა მე მაინც რა თქმა უნდა ვაპირებდი, მაგრამ ანუ არის რომ ეხაც აღარ ეუბნებიან, იმიტომ რომ როცა ეუბნებიან ხო და აი შემოიღეს კანონი რომ არ უთხრას სქესი, სანამ აბორტის გაკეთება შეუძლებელი იქნება. ესეც მანკიერი მხარეა ჩვენი, არ ვიცი, ტრადიცია დავარქვათ, თუ არის ეს ტრადიცია და იყო საშინელი ტრადიცია. რა დემორჩილება კიდე ყველა ექიმი ეგეც საკითხავია ვთქვათ ამ. ალბათ საქართველოს ყველაფერი შესაძლებელია და ალბათ აქაც ნაცნობობით და ახლობლობით შეიძლება ეუნებიან სქესს, თუმცა ეს აკრძალულია სწორედ იმიტომ რომ ესეთი ბევრი შემთხვევაა და ეს საშინელი მხარეა ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სწორედ ამ მანკიერ მხარეს თვითკრიტიკულები თუ არ ვიქენი და განვადიდეთ მხოლოდ საკუთარი ტრადიცია წარმოიქმნება ახალი კერბი ტრადიციის სახით და მე ამ კერბს უნდა ვემსახუროთ ჩვენ და აი სტატისტიკური კვლევა ხომ ჩატარდა და იქიდან გამომდინარე ერთ-ერთი დემოგრაფის სტატიას ვკითხულობდი ნათქვამია რომ გაცილებით მეტი ბიჭია დაბადებული ბოლო წლებში სწორედ აი ამ შერჩევის გამო ვიდრე გოგო რაც საბოლოო ჯამში ძალიან ცუდი შედეგებით შეიძლება დამთავრდეს ხო, ნამდვილად არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი, შეიძლება სულად არ, იმიტომ რომ მართლა აკრძალულია ხა, იშვიათად თუ ვინმე 1-2-მა გამოიკვლია და უთხრეს, შეიძლება, მაგრამ მე მგონი ადამიანის ფსიქოლოგიაც შეიცვალა და ყოველ შემთხვევაში ჩემს ირგვლივ არავინ არ არსებობს ისეთი, რომელიც სქესის გამო გაუკეთებია აბორტი ან გააკეთებინა მეუღლეს ან ვინმე. ნამდვილად არ არსებობს. ხო, არა, შეცვლილი არბუნებრივია, აშკარად მე ვიცი დავუშვათ ჩვენ წინა პერიოდიდან და მამო ჩვენი საუბრის ბოლოს ასევე ჭალების ტრადიცია დამკვიდრებული ბოლო პერიოდში, არ ვიცი მიზანმიმართულია თუ რა ვიცი შემთხვევითი, აუცილებლად მოყვება ხოლმე ეპისტოლეს შემდგომ მე რაღაც გამოხმაურებები, კრიტიკა და ახლაც მოყვა, ხო, ამას იგივე ის მომენტია, რაღაც გენდერული ბალანსი, ქალის როლი, რომ თითქოს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და ზოგადად ეკლესია ისევ აკრინებს ქალის როლს და ნუ არ მინდა გავემეორე ერთმა ადამიანმა რაღაც ფრაზების სახსენა დაუშვათ რომ ესე და ასე და აი ამაზეც რომ შევაფასოთ. მაგრამ ამჯერად ძალიან ისეთი ხო, ნუ სირე გამოხმაურება იყო შეიძლება. მაგრამ მაინც ვერ მოახერხეს. სუსური გამოხმაურება იყო. ამჯერად ვერ მოახერხეს. ნუ ყოველ შემთხვევაში საპატრიარქოსთან მიტინგი არ გამართულა ჯერ. ჯერ არ გამართულა, ხო. არ ვიცი ეს ყოველთვის იქნება, იცით, არის რაღაცა ძალა, რომელსაც არასდროს არაფერი არ მოწონს ერთი მხრიდან გამოსვლა. ან შეიძლება მიზანმიმართულია რაღაც. რასაკვირველია დაფინანსებულიც არის და ამას თქვათ ეძახიან თქვათ სამოქალაქო სამართლის, სამოქალაქო აზროვნების გაზდის კუთხით დახარჯული ფული, ხო? იღებენ გრანტებს, რისთვის ვიღებთ? იმიტომ რომ არ იყოს რელიგიური შუღლი, იმიტომ დისკრიმინაცია არ იყოს, იმიტომ რომ ეს არ იყოს და ამას ეძახიან გრანტს და მუშაობენ ეს. როცა მუშაობენ, ისინი ანგარიშვალდებულები არიან თავისი. ამის გამო, როცა რახან ანგარიშვალდებ რაღაცაზე უნდა რეაგირონ. იაქტიურონ და რაც უფრო მეტი აქტიურება იქნება მით უფრო გაიხარებს ის და უფრო კარგი რაპორტი ექნება და სარსადგენი და უფრო მეტი დაფინანსება ექნება. სხვათა შორის მათ უფრო გაუხარდებოდათ რომ ცოტა მძაფრი ყოფილიყოს და უფრო რადიკალური მოთხოვნები ყოფილიყოს და ეს მე მახსენდება ერთი ადამიანი რომელიც რომელმაც აიღო ჯერ გრანტი და მერე დაიწყო ძიება იყო თუ არა რელიგიური შუღლი საქართველოში და ჩემთან მოვიდა და მეკითხებოდა რომ სად არისო მითხარიო არ არის არ ებრძვის არავინ და არა უნდა ვიპოვო რა დავწერო არ ვიცი ანუ ჯერ იღებს ფულს დაფინანსებას და მე შემდეგ ეძებს და ახლა რაღაცა ყოველთვის იქნება, რაღაცა კონფლიქტი ყოველთვის იქნება. შეიძლება ვთქვათ მივიდეს სომეხ თემთან და უთხრას რომ აი რაღაც ტაძრები რო გაქვთ. არ გინდათ ხარდაჭერა გამოვხატოთ თქვენ და რომ დაგიბრუნონ ეს ტაძრები. მოდით ავტეხოთ. შემდეგ მივიდნენ მუსლიმებთან და უთხრან რომ აი რაღაც ტაძრის აშენება ხო გინდათ იქ მეჩეთის. მოდით თქვენ მხარეზე იმათა მე ქართველებს ეთქვიან რომ რატო აძლევებთ ყველაფერს მოკლედ კონფლიქტის ხელოვნურად ისპირებაც შეიძლება და სრულიადაც არ ვარ ჩორს, იმიტომ რომ ხედავთ აი ეთერში პირდაპირ აი არის წახალისება, თქვათ ეთნიკური, რელიგიური უმცირესობებისა, რომ რაღაცნაირად გამოიწვიონ კონფლიქტი. არა ერთიანი ჰარმონიული ურთიერთობა ქონდეს, არამედ დაიძაბოს კონფლიქტამდე და ისე დაძაბულობამდე მივიდეს და შემდეგ მოითმონ ხელი რასაკვირველია იმ დაფინანსებებით, რომლებიცაც იღებენ. მაგრამ რეალობა სხვაგვარია, მადლობა ღმერთს.
რეალობა იმგვარი რომ ერი უსმენს კათოლიკოსს და მადლობა ღმერთს ამისთვის. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. შეგახსენებთ მისი უწმინდესობის საშობაო ეპისტოლეზე გვესაუბრებოდა მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ალექსანდრე გალდავა.